მოგესალმებით. საფონდო ბაზარი რაღაც დონეზე დასტაბილურდა და ვფიქრობ, რომ ეს დიდი ნეგატიური ინფორმაცია, რაც ტრამპის არჩევის შემდეგ და მოყვება ბაზარს იანვრიდან ნელ-ნელა მსუბუქდება, ყოველთვის რაღაც შემარბილებელი პოზიცია მოდის მისგან, თავიდან მკაცრი შემარბილებელი. ასე ინფორმაციის სწრაფი ცვლილების დროს დიდი ვოლატილობა ეხა რისკი არ არის და ზოგისთვის შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ტრეიდერებისთვის მაგალითად ვინც სწრაფ ყიდვა-გაყიდვას ახორციელებს ყოველდღიურ თუ რაღაც პერიოდულობით, საკმაოდ კარგი შესაძლებლობა იყო, რომ მოგება მიიღოთ, იმიტომ რაღაც ერთი დღე გამოვა ეს ინფორმაცია, მეორე დღე საწინააღმდეგო და ძალიან მერყევია. მერყევი დროს საკმაოდ ადვილია ეს ტრეიდერებისთვის, რომ მეტი მოგება მიიღონ. თუმცა ახლა ჩვენ რო გადავხედოთ, ჩვენ საუბრობთ ინვესტორებზე, ხო? გრძელვადიან ინვესტორებზე. ამ პერიოდშიც იყო კარგი შესაძლებლობები, იმიტომ რომ კორექცია მოხდა, კარგი აქციების ყიდვის. ფიქრობ, ახლა ვერ ვიტყვი ესე კონკრეტულად, რომ ყველაფერმა გაიარა და ბაზარი სულ მხოლოდ მაღლა წავა, შეიძლება ამ ინფორმაციამ არ ვიცი, ნებისმიერ დროს შეიძლება ტრამპმა რაღაც ინფორმაცია გამოიტანოს და თქვას და შემდეგ მოყვეს ამას ბაზრისგან ესეთი ყარი და მკვახე და ესეთი მწარე რეაქცია ვიტყოდი. თუმცა როგორც ვფიქრობ, უკვე გადავლილია დიდი ნაწილი ამ კრიზისის ასახულია ბევრი რამ ბაზარზე და ვფიქრობ, რომ დიდი შანსია, რომ ბაზარი ნელ-ნელა აიწიოს. ეს მოლოდინი მაქვს, შეიძლება ვცდები, ბოლომდე არ დამიჯერო, თუმცა უდიდესი ალბათობით მიჯერო ბაზარი ახალ მაქსიმუმს მიაღწევს ალბათ, მაგრამ მაღლა აიწევს. ესეთი წარმოიდგინე, იმიტომ ძალიან ბევრს გაუძლო, ძალიან ბევრს ბაზარმა გაუძლო, აი ყველაფერი ტარიფი, ყველაფერს გაუძლო. გუცველად ვფიქრობდი, რომ ბევრად უფრო დიდი და ღრმა კორექცია მოხდებოდა, მაგრამ არ მოხდა, იმდენად ძლავრია ბაზარი. არც ინფლაცია ძალიან დიდი რისკი ამ ტარიფებისგან არ გონია, რომ ზარმაზარი რისკი გამოიწვიოს ამ ტარიფებმა, ინფლაციის რისკი. ბევრი კი ამბობს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო ერთჯერადი რაღაც ეს მუდმივი რაღაც პერიოდში შენარჩუნებული ინფლაციური ზრდა, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს დიდი მოცულობით. შეიძლება ვცდები, რადგან ძალზედ რთულია ამის პროგნოზირება, ფედერალური ბანკის პრეზიდენტი სულ ჭირს ამის პროგნოზირება და ეხლა მეროში უნდა დაუშვე, არ უნდა იყოს გასაკვირი, თუმცა ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად არ იქნება ესეთი მძაფრი, როგორც ბევრი საუბრობს ამ თემებზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბაზარს აქვს კარგი შესაძლებლობა აიწიოს და იმ ადამიანებმა, ვინც მოახერხეს უკვე ამ კორექციის დროს ემოციებს გაუძლეს და თავისი ემოციების კონტროლი მოახერხეს და იაფად იყიდეს, ბევრად იაფად ვიდრე ახლა, ხო, ასე. ვფიქრობ, მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი მოგება შეუძლიათ მიიღეს, არარეალიზებული თუნდაც და ვფიქრობ, რომ კიდევ პოტენციალი აქვს ბაზარს გაზრდის და მეორე ნახევარში თუ ეს დასჭა უცვლელი, ეს კონსენსუსი და რაღაცა დიდი სხვა ესეთი ცუდი ინფორმაციები არ შემოვიდა, ხო, ძალიან რაღაც ატომური რაღაც ესეთი რა ძალიან ცუდი. აქედან ბაზარმა წესით უნდა აიწიოს. ყოველ შემთხვევაში ძალიან აღარ უნდა დაიწიოს და ვფიქრობ, მაინც აიწევს. ეს არის ჩემი ხედვა, მოკლედ ეს ძალზე რთულია, გრძელვადაზე ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობა გრძელვადაზე აიწიოს დღევანდელი ნაღიდი აქციებით, ვფიქრობ, გრძელვადიანი კარგი შესაძლებლობა. ოღონდ სწორედ შერჩეული აქციები. თუ არა და ინდექსი ჟობია ყიდვა. ინდექსი ყიდი 7 ხარ, იცი რომ 500-ის ინდექსი Vanguard-ის ETF-ით რო იყიდო. ძალიან 7, არც დიდი ხარჯი არ არის Vanguard-ზე და ეს ინდექსი კიდე 500 კომპანიისგან შემდგარი აქციებისგან შედგება და ძალიან ფაქტორად ამერიკის ეკონომიკა, ბუნებრივი მდგომარეობას და არის და ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ უნდათ, რომ ან არ იციან, ან არ ფიქრობენ, რომ მას ჭირდებათ ასე ინდივიდუალურს. იმიტომ ვიღაცების კითხვა ჯობია ესე ინდექსი იყიდოთ. თქვენ გახარდა ვიღაცებს უბრალოდ ეკითხებით, ყოველთვის სწორ პასუხს ვერ გაგცემ და შეიძლება იზარალოთ.
ინდექსი, რომელსაც ბუნებრივი მდგომარეობას და შეიძლება სწრაფის და არ კონდეს, მაგრამ ადრე თუ გვია მაინც აიწევს, ხო? შეიძლება ეს წელი ვერ აიწევს, მაგალითად რომ და მე აიწევს, ანუ 2 წელი ვერ აიწევს, 1 წელი ნახევარი მე აიწევს, მაგრამ ადრე თუ გვიან აიწევს და არის ზოგიერთი კონკრეტული აქციები შეიძლება იყიდოთ რაღაცა რაღაც პერიოდის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა რომ ხელოვნური ინტელექტის ისმში რას ფიქრობ და ეს კარგი საყიდელია და ეხლა არის კომპანიები რომელსაც ხელოვნური ინტელექტის თავაზობენ სხვადასხვა კომპანიას და ამით თვითონაც საკმაოდ კარგად იყენებენ და მათი აქციების ფასი ხო საკმაოდ დავარდნილია ზოგიერთი კომპანიის მინდა გითხრათ რომ ზაფხულ რომელიც თვითონ ხელოვნური ინტელექტის ბიზნესში იყო და აი ეს არ ვიცი ეს რა და არის ესეთი შემთხვევები ძალიან დავარდნილი მაგალითად 300-ჯერო დავარდეს 200-ჯერო დავარდეს რაღაც ფასი ხო აი ეგეთ ცუდი ის მაგრამ იმიტომ თუ თქვენ კარგად აშეგილია ჩერჩევა და პატარა კომპანიები განსაკუთრებით აი რისკები დიდი კომპანიები არ არის ესეთი მძლავრი კომპანიები არ არის ეგეთი რისკები პატარა რაღაც ისაც გონია რომ იყიდის პატარა კომპანიებს როცა მილიონებს შეიძლება ეს იყოს მაგარი ზარალი და ინდექსი არის რომ 7 წამით გრძელვადასზე კომპაუნდინგით შეგიძლიათ დააგროვოთ კაპიტალი და მიიღოთ საკმაოდ დიდი ვინც მოითმეს აქ მოთმინებას აქ დიდი გრძელვადაზე ვისაც ეყოფა დიდი ნერვები და მოთმინება გრძელვადაზე დააგროვებს ინდექსის შემთხვევაში ეს არის რაც მინდოდა მე თქვა დღეს ფიქრობ პოზიციურად არ არის ცუდ მდგომარეობაში და ფიქრობ რომ დიდი ნეგატივი უკვე გავლილია მადლობა, კარგად გზადდებათ. თუ კითხვები გექნებათ, მომწერეთ ნებისმიერ თქვენ კითხვას უპასუხებ.